გამარჯობა. გადაცემა დღეს რავჭამოთ, გიბრუნდებათ მეხუთე ეპიზოდით და დღეს ვისაუბრებთ ღვინოებზე. ჩვენი მასპინძელია პრემიუმ ღვინის ბარი ბოდეგა პარალელისგან და გაგი, რომელიც ისაუბრებს ევროპულ და უცხოურ ღვინოებზე, რომელსაც ამ ბარში აურაცხელი რაოდენობით ნახავთ. ფანტასტიკური არჩევანია, ამასთანავე ვიყავი და ძალიან მოვიხიბლე, ამიტომ გადავწყვიტე რომ დავბრუნებულიყავი და დღეს საჭმლის ნაცვლად სწორედ ღვინოებზე გვესაუბრა. გამარჯობა. გამარჯობა, მადლობა მოგზაურობისთვის. მადლობა თქვენ მასპინძლობისთვის. სად ვარ ჩვენ? ჩვენ ახლა ვიმყოფებთ ესპანურ კუთხესთან, სადაც ესპანეთის ერთ-ერთი გამორჩეული ბრენდი გვაქვს ტორესი, რომელიც შაშან გახდა სწორედ მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ბრენდი და ნუ სწორედ ახლა უყურებთ ჩვენს ყველაზე ძველ ღვინოს, რომელიც 1999 წელს არის ასე ვთქვათ დამზადებული. თვითონ ტორესი გახლავთ ასე ვთქვათ დიდი კომპანია, რომელსაც ესპანეთის მასშტაბით სხვა რეგიონებში აქვს, მაგალითად კატალონიაში, პენდეში და სხვა ადგილებში, მაგალითად გვაქვს ესეთი სახალისო და სახალისო ეტიკეტით და სახალისო სახელით ღვინო სანგრე ტორო, რომელიც გახლავთ თარგმანს თუ გავითვალისწინებთ ხარის სისხლი და ნუ ჩვენ ამას არა მარტო ჩვენს ფილიალებში, არამედ კიდით გუდულის ამიტომ აქვს წითელი ფერი, რომ ხარის წითელი ფერი სისხლი და ხარი ახატია ძალიან. და ამას არა მარტო ჩვენს ფილიალში კიდით, არამედ გუდულშიც კიდით, გუდულის ფილიალებში და კიდევ სხვადასხვა მაღაზიათა ქსელებში. ფასიც მშვენიერი. კი, რა თქმა უნდა. ნუ ფასების კატეგორია ჩვენს მაღაზიაში ძალიან ასე სხვა საფასო კატეგორიაში გვაქვს 27 ლარიდან 1800 ლარამდე, ანუ ასე ვთქვათ, ყველა საფასო კატეგორიაში მოვძებნით საუკეთესო ღვინოს თბილისში. სადღაც ბოლოსკენ მივალთ 1800 ლარიანი ღვინის თაროსთანაც ძალიან გამიკვირდა ასეთ ფასიანი ღვინის დანახვა. მე ალბათ იმის ისტორიას ცალკე მოგვიყვებით. ესპანურ ღვინოს რა ხდის? ესპანურ ღვინოს ჩათვალეთ რომ მე ან თქვა ჩვენმა მაყურებელმა შეიძლება ბევრი არ იცოდეს უცხოური ღვინოების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ღვინის შესახებ საკმაოდ ბევრი ვიცით ასე გჯერა და ჩვენი ადგილი გვაქვს მსოფლიო ღვინის რუკაზე ქართული ღვინით, მაგრამ თქვენ მე მგონი ქართული ღვინოები ჩვენ ქართული ღვინოებით არ გვაქვს და მხოლოდ ასე ვთქვათ უცხოური ღვინოების შემოტანა დავიწყეთ 2017 წელს, რამაც ასე ვთქვათ მოგცა იმის ასე ვთქვათ საშუალება რომ გავფართოვებულიყავით და ახლა უკვე თამაშებულია ვთქვათ რომ ყველაზე დიდი უცხოური ღვინის პრემიალური უცხოური ღვინის შემოტანები ვართ საქართველოში. მაგალითად ის ყველაზე ძველი ღვინო შეიძლება ავიღო? დიახ, რა თქმა უნდა. 730 ლარი ღირს. არ გამივარდეს. ეს არის 99 წლის მოსავალი. აქ ჩვენ გვაქვს კაბერნე საუვინიონი და ჩვენ არ გვეგონოს რომ 99 წელს რადგან არის ღვინო ასე ვთქვათ 99 წელსვე ასე ვთქვათ მოათავსეს ეს ღვინოში და დატოვეს, არა, ეს არის ანუ დაბოთვლა ხდება მოგვიანებით ხდება და შემდეგ უკვე ხდება კორპის შეცვლა, ასე ვთქვათ რადგან 25 წლის შემდეგ უკვე კორპი ასე ვთქვათ იცვლის თავის ბუნებრივ მდგომარეობას და ასე ვთქვათ შემდეგ უკვე ხდება კორპის შეცვლა. დაძველებაზე ავხსნათ მაყურებელს. რატო არის ეს დაძველება ასეთი მნიშვნელოვანი ღვინისთვის და რატომ ცვლის და აძვირებს მის ფასს? დიახ, მოგხსნებათ ახალგაზრდა ღვინო არის საკმაოდ მაღალი ტანინების, მაღალი ასე ვთქვათ უფრო როგორც ვთქვა უხეში ტანინები, უხეში გემოები. მაგალითად ჩვენ კასრი ვახსენეთ და კასრიში დავარგება, რომელიც მოიაზრებს 1 წლიდან, ნუ 3 წელს და ნახევრამდე დაახლოებით ესპანელებისთვის. ეს ყველაფერი ღვინოს ამრგვალებს, ღვინოს ასე ვთქვათ აძლევს კასრი უფრო მეტ სიმდიდრეს და უფრო დიდი ხანი შეგვიძლია შემდეგ რომ დავაძველოთ ღვინო ბოთლით. კასრი როგორც წესი მუხის არის? მუხის კასრი კი რა თქმა უნდა, ესპანელები ძირითადად ფრანგულ კასრებს იყენებენ, ასევე არსებობს ამერიკული კასრებიც, რომელიც ახლა უკვე აქტუალურად შემოვიდა მეღვინეობაში და იყენებენ ახალ და ძველ კასრებს, ასე ვთქვათ, კომბინირებულად შეიძლება ღვინოში შეხვდეს როგორც ახალი კასრი, ისე ძველი კასრი. ეს ძალიან ასე ვთქვათ მრავალფეროვანს ხდის მე დავინახე რომ თქვენ ერთი თარო გაქვთ ამერიკული ღვინოების და იქაც აუცილებლად მინდა რომ მე გადავინაცვლოთ და ამერიკა რომელიც შედარებით ახალი ქვეყანაა თუ მე სწორად ვიცი ღვინის წარმოებელ ქვეყნებს შორის უკვე საკმაოდ კი რა თქმა უნდა ამერიკამ საკმაოდ დიდი ასე ვთქვათ აღიარება ჰპოვა შეგვიძლია უკვე გადავინაცვლოთ და ამ აღიარებაზე ვისაუბროთ თქვენთან ერთად ეს აღიარება მოდის 1976 წლიდან როდესაც პარიზის
ბრმა დეგუსტაციაზე, სხვა ფრანგული შატოებთან და სხვა იტალიურ ღვინოებთან ერთად წარმოდგენილი იყო Stags Lipis ღვინო. Stags Lipis ეს არის ჩვენი ახალი ბრენდი, რომელიც ძალიან მაღალი ხარისხის ღვინოს აწარმოებს და სწორედ Stags Lipis ღვინომ აჯობა ფრანგულ შატოებს blind tasting-ში, ეგრეთ წოდებულ ბრმა დეგუსტაციაში და სწორედ ამ წლიდან დაიწყო ამერიკული ღვინის აღორძინება. და ასეთ ხელი შეუწყო ზუსტად რომ Stags Lipis-მა blind tasting და ბრმა დეგუსტაცია ნიშნავს რომ გამოირიცხოს მიკერძოება, ევროპელების მიკერძოება ევროპული ღვინოების. გამოირიცხოს რა ღვინოს მივირთმევთ და არ დაეჩაგრათ ამერიკაში. კი, შეგვიძლია შემდეგ ჩვენ უკვე ბრმა დეგუსტაცია გავაკეთოთ თქვენთან ერთად და ამაზე ეს გამოცდილება მაგრამ დეგუსტაციაზე ცხადია უარს არ საკმაოდ ერთად. რა საფასო კატეგორია აქვს ამერიკულ ღვინოებში? ამერიკული ღვინოების საფასო კატეგორია შედარებით გაიზარდა, მოიხსენებათ რადგან გაიზარდა მოთხოვნა, გაიზარდა მათი პოპულარიზაცია და ჩვენთან დაახლოებით 150 ლარიდან 580 ლარამდე არის ასე ვთქვათ საშუალოდ მერყეობს გვაქვს ასე ვთქვათ ისეთი ჯიშები როგორებიც არის მაგალითად Sauvignon Muscat რომელიც მუტირებული Sauvignon-ის სახელი არის ასე ვთქვათ სხვა ექსპერიმენტებსაც ატარებენ ამერიკელები რაც ასე ვთქვათ კარგად მეტყოლებს მათ მომავალზე მეღვინეობაში ჩვენ ძალიან ამაყები ვართ რომ წარმოვდგენთ La Chablaisienne La Chablaisienne გახლავთ ბურგუნდიის ასე ვთქვათ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმოებელი რომელიც აწარმოებს შაბლი პრემიერ კრუს, შაბლი გრან კრუს, ასევე პეტიტ შაბლის და ჩვენთან შეგიძლიათ ვთქვათ მსგავსი დასახელების ბურგუნდიული საოცარი ღვინოები, სწორედ დააგემოვნოთ. ასევე ჩვენთან გვაქვს სხვა ბურგუნდიული კომპანია, რომელიც გახლავთ Joseph Drua. Joseph Drua-ს არის Premium Family Wine-ის წევრი. იმას გეტყვით, რომ 12 ოჯახი არის გაერთიანებული ამ Premium Family Wine-ში, სადაც ასე ვთქვათ აკონტროლებენ ყველანაირი ხარისხს, ყველანაირი ასე ვთქვათ ასოციაცია არის და ეს არის ყველაზე პრესტიჟული მეღვინეობები შეკრებილი და ჩვენ საფრანგეთში თუ მსოფლიოს მასშტაბით და ჩვენ გვინდა რომ სიამაყით თქვათ რომ ჩვენ წარმოადგენთ 4 მათგანს. სწორედ Torres-ი, რომელზეც წეგნო საუბრობდით ჩვენ, ესპანური კი, გახლავთ Joseph Drua ასევე და გახლავთ ასევე Antinori, რომელიც შეგვიძლია ჩვენ აქეთ გადავინაცვლოთ, რომელიც გახლავთ იტალიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმოებელი. ეს არის 1385 წლიდან არსებობს ეს ბრენდი, თუნდაც რომელია რომ გვაჩვენოთ Antinori, დიახ. Antinori გახლავთ ოჯახი, ასევე Premium Family Wine-ი ვახსენე და ასე ვთქვათ საოჯახო მარანიას, რომელიც ისტორიას მე-14 საუკუნიდან იწყება და დღემდე ასე ვთქვათ წარმოადგენს იტალიის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბრენდს და სწორედ ძვირიანი ღვინო ვახსენეთ, ჩვენი ყველაზე ასე ვთქვათ საამაყო და წარმოვიდგინეთ Solaias, რომელიც გახლავთ ეს არის Super Toscana. ფასი ვქვით უკვე ფასი, მე მგონი ვთქვით უკვე. ფასი ვთქვით, 1800 ლარი. ლარი, ერთი ბოთლი. დიახ. ეს გახლავთ Super Toscana სარგებლობს ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, ინტერესით და ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, გამოხმაურება აქვს ყველა დეგუსტაციებზე და ყველა სხვა გამოფენებზე და Super Toscana გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ცნობილი ზით არის უნიკალური, მცირე რაოდენობითი წარმოება და ეს საძვირებს ასევე ადგილი გახლავთ Toscana-Toscanis რეგიონი არის ასე ვთქვათ Toscana-ში შეიძლება ითქვას ქართული კახეთი, ასე ვთქვათ. როგორც კახეთში გვაქვს საქართველოში, ასე ვთქვათ, ყველაზე ასე ვთქვათ ბევრი დიდი რაოდენობით, ბატონ საუკეთესო ღვინოები და დიდი რაოდენობით ვაწარმოებთ, სწორედ Toscana წარმოადგენს იტალიელების კახეთს და ასე ვთქვათ, ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე კარგი ადგილი არის Toscana-ში, სწორედ მიწა, ის რომელიც არის
მინერალური მიწა გახავთ აქ არის ჰილები, ასეთ გორებზე არის ვაზი გაშენებული და ეს უფრო მეტ ჯიშებზე რამე ჯიშები გვაქვს აქ კაბერნე სოვინიონი, კაბერნე ფრანი და მერლო, ასევე სანჯოვეზე, ეს გახლავთ ბორდოს ბლენდი, ასე ვთქვათ, ასე ეძახიან, როდესაც ამერიკული არა და იტალიური სანჯოვეზი, რომელსაც იუპიტერის სისხლს უწოდებენ, ეს ჯიში არის, შერეული არის ფრანგულ ბლენდში, ანუ ფრანგულ ღვინოებთან, ჯიშებთან, ეს არის მერლო, კაბერნე სოვინიონი და კაბერნე ფრანი. რა კერძს შეიძლება შეუხამო ასეთი ძვირფასი ღვინო? ესეთი ძვირფასი ღვინო შეგვიძლია შევხამოთ მაგალითად სტეიქს, თუნდაც არგენტინულ სტეიქს, რატომაც არა, ასე ვთქვათ, რადგან ძვირიანი ვახსენეთ, ასევე ბარემ კერძიც არ იყოს. კი ბატონო, ბარემ კერძს არ დააკლოს, კი ბატონო. და ასევე სხვადასხვა ხორციან კერძებს მაგალითად თუნდაც ხამონს რა თქმა უნდა ესპანურ ღვინო უფრო მოუხდება, მაგრამ შეგვიძლია ასევე შევხამოთ სხვა ხორცის კერძებს. მოდი ვისაუბროთ სხვა კატეგორიის ღვინოებზეც, რომელიც უფრო ხელმისაწვდომია, რომ არ შევაშინოთ მაყურებელი. აქ როგორც დასაწყისში ვთქვა, არ არის მხოლოდ ძალიან ძვირფასი ღვინოები, ნებისმიერი კატეგორიის მყიდველისთვის მოიძებნება და სხვა ტიპის ღვინოები. დიახ, მაგალითად ჩვენ ვახსენეთ ჩვენი ასე ვთქვათ, ყველაზე დაბალფასიანი, ასე ვთქვათ, დაბალფასიანი ისაჟღერს თითქოს არ არის ეს ხარისხანი, მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პორტუგალიური ღვინოები, რომელთა საფასური კატეგორიაც იწყება 27 ლარიდან. ეს გახლავთ კარტუშა, რომელიც არის პორტუგალის ერთ-ერთი გამორჩეული ღვინო. ასევე ჩვენ გვაქვს ია, რომელსაც ადარებენ და ასე ვთქვათ, სულ ურჩევათ ასოციაცია არმანთან, მაგრამ ეს ახლა ძალიან გავს არმანი. კი, მაგრამ არმანის ლოგოს. კი, არ არის არმანის ლოგოზე შემდეგ ვისაუბრებთ. ქვემოთ კიდევ ისე წარწერა კარწი ეს გავს. კი, კარტუშა. სხვა შორის ეტიკეტზეც ვიტყვი რომ ეს არის ასე ვთქვათ ტაძარი მონასტერი, სადაც ქალი მღვდლები იყვნენ და ასე ვთქვათ ქალი მღვდლები წინასწრები ცხოვრობდნენ და შემდეგ უკვე ეს აღადგინეს როგორც მეღვინეობის ადგილი და ახლა უკვე ღვინოს აწარმოებენ. ჩვენ აქვე გვაქვს პორტოენინები, რადგან ჩვენ პორტუგალიაში ვიმყოფებით, ვერ გავიქცევით რომ პორტოენი არ ვახსენოთ, გვაქვს პორტოენის ძალიან დიდი არშივი, როგორებიც არის მაგალითად 10 წლიანი პორტოენი, 20 წლიანი, 30 წლიანი, 40 წლიანი დაძველებით, რაც ასე ვთქვათ დიდ არშივს თავაზობს მოხმარებელს. რომელი გაქვთ ყველაზე საინტერესო დიზაინის ღვინო? აი ძალიან განსხვავდება ეს ეტიკეტები ერთმანეთისგან და ხანდახან ეტიკეტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, რასაც აქცევს ადამიანის ყურადღებას და უფრო არმანი ვახსენით და შეგვიძლია ჩვენ გადავიდეთ ასე ვთქვათ იტალიის კუთხესთან, სადაც ჩვენ დაგვხდება დოლჩე და გაბანას მიერ შექმნილი ეტიკეტი. ეს უკვე მართლა დოლჩე და კი ბატონო, ეს უკვე მართლა დოლჩე და გაბანასი, შეგვიძლია გადავინაცვლოთ იტალიის კუთხესთან. გადმოვედით იტალიურ კუთხესთან და ის სწორედ ეს არის დოლჩე გაბანას დიზაინის ეტიკეტით ღვინო, რომელზეც გაგისაუბრებდა. იზოლანო, დიახ, ის სწორედ ამბობთ. არა მარტო ერთი ღვინის, ასე ვთქვათ, ამ კომპანიის დონაფუგატა, ასე ქვია ამ კომპანიას, თანამშრომლობს სხვა დიზაინერებთან, მათ შორის დოლჩე გაბანასთან და მისი დიზაინით შექმნილი ღვინო, თავის ღვინის ეტიკეტი და ღვინის ხუთი, ასე ვთქვათ, ძალიან გამორჩეული არის ერთ-ერთი ჩვენს კატალოგში და სწორედ ანუ ეს ბრენდი დონაფუგატა არის ერთ-ერთი იმ მათგანი, რომელთაც ჩვენ ვამაყობთ, რადგან სიცილია არის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი მეღვინეობაში და მეღვინეობის ასე ვთქვათ უფრო და უფრო ვითარდება და ტოსკანა თუ სიცილია? არა, ზოგადად რომელი ჯობია? მაინც ტოსკანა შედარებით დიდი ისტორიის ფონი არის და სიცილიაზე გვაქვს ასევე როგორც ძველი ღვინოები და ასევე ასე ვთქვათ საინტერესო ღვინოები, როგორებიც არის მაგალითად ეტნა გახლავთ რა თქმა უნდა იცით ალბათ ვულკანი. აი მგონი ეს ვულკანის დიზაინია, ძალიან საინტერესო. და აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ყველა ეტიკეტზე დონაფუგატას ბოთლების ახატია ქალბატონი. ეს ქალბატონი ასე ვთქვათ არ ახატია ტყუილად, რადგან სწორედ სახელი დონაფუგატა ნიშნავს გაქცეულ ქალბატონს, რომელიც გახლავთ ლეგენდა ქალბატონზე, რომელიც გაიქცა ნეაპოლიდან სიცილიაში და ჩვენ აქ შეგვიძლია
გამოყოთ ასევე ბენრაი ღვინო, რომელიც აპასიმენტოს მეთოდით მზადდება, რაც ითვალისწინებს ყურძნის გამოშვებას მზეზე. აქ ჩვენ გვაქვს ალექსანდრიის მუსკატი. ამ ყურძნის მარცვლებს აშრობენ მზეზე და შემდეგ უკვე წურავენ უფრო მეტი არომატით, უფრო მეტი ასე ვთქვათ გამორჩეული გემოებით და გამორჩეული ფერით, აი სწორედ აი ამ ჩაჩის ფერი გახლავთ ეს ღვინო. ეს ღვინო ალბათ ძალიან ტკბილი იქნება, რადგან გამორჩეული ყურძნით მზადდება. ტკბილი იქნება და ძალიან ასე ვთქვათ გამორჩეული არომატები აქვს, ტკბილი მურაბების ტკბილი. ეს ხომ არ არის წინა კვირაში მე რაც გავსინჯე ის მუსკატი. არა, მაგრამ ასე არ ჩამოვარდება ესეც სიტყვათი. კი ბატონო, კი. ასევე ტოსკანასთან ახლოს არის კუნძული გორგონა, სადაც მზადდება ერთ-ერთი გამორჩეული ღვინო მსოფლიოში. ეს არის გორგონა ნერო და ასევე ჩვენ გვაქვს გორგონა ბიანკო. ეს ორი ღვინო რამდენადაც ასე ვთქვათ გასაკვირი არ უნდა იყოს, მზადდება სასჯელ აღსრულების დაწესებულების ასე ვთქვათ პატიმრების მიერ. სწორედ ისინი იღებენ თითოეულ ასე ვთქვათ თითოეულ მოქმედებაში მონაწილეობას, როგორც არის ვენახის მოვლა, გასხლა, მწვანე ოპერაციების სხვადასხვა შეწამლა, ღვინის წარმოება, ღვინის ასე ვთქვათ ღვინის დაყენება და შემდეგ უკვე რეალიზაცია და სწორედ ეტიკეტს ახლავს შავი ასე ვთქვათ მოსაცმელი, რო ვთქვათ და შიგნიდან არის სრულად თეთრი. ეს არის იმედი, რომ ისინი ისევ დაბრუნდებიან საზოგადოებაში და ისევ ასე ვთქვათ ყოველდღიურ ცხოვრებას დაუბრუნდებიან. ой, როგორი საინტერესო. კი და ეს არის ერთ-ერთი ასე ვთქვათ გამორჩეული ღვინო და ის ღვინო, რომელთაც ვამაყობთ, რადგან ლიმიტირებული რაოდენობით იწარმოება, სულ რამდენიმე კასრი იწარმოება და ჩვენ ასე ვთქვათ წარმოადგენთ ამ ღვინოს საქართველოში. ხო, ჩვენ არა მარტო პატარა ასე ვთქვათ მოცლობის ბოთლები გვაქვს, არამედ გვაქვს როგორც ლიტრნახევრიანი, 3 ლიტრიანი, 6 ლიტრიანი და 12 ლიტრიანი ღვინოები, რომლებიც ასე ვთქვათ სასაჩუქრეთ არის ეს სადავრო ღვინოა, ეს არის იტალია, კი ანტინორზე ვსაუბრობთ ჩვენ და ეს არის ასე ვთქვათ ანტინორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ღვინო, ვილა ანტინორი, რომელიც მე-18 საუკუნის შემდეგ დაიწყეს ამის წარმოება და ჩვენ გამოსახული გვაქვს ვილა, რომელიც მდებარეობს ტოსკანაში, ანტინორის საკუთრებაში და პიერ ანტინორმა, ანტინორის ასე ვთქვათ ერთ-ერთმა შთამომავალმა წინაპარმა უბრალოდ თქვა ასეთი რამ, რომ ფრანგებს თუ აქვთ შატოები, ჩვენ გვაქვს ვილებიო, ასე ვთქვათ, არც ჩვენ ჩამოვუვარდებით ფრანგებსო და სწორედ ასე ვთქვათ, ამიტომ არის გამოსახული და წარწერა გვაქვს ვილა ანტინორი. ის კიდევ უფრო დიდი ბოთლით იგივე ბრენდია? ეს ჩვენ აქ გვაქვს 12 litrიანი. ეს არის ყველაზე დიდი ბოთლი. დიახ, 12 არასდროს არ მინახავს ამხელა ბოთლში ღვინო. და შეგვიძლია გამოვიღოთ კიდევაც. ეს არის რა თქმა უნდა სავსე. ასეთი ბოთლი, მართლაც რომ ბოცა შეგვიძლია უწოდოთ, მაგრამ ეს არის ასე ვთქვათ ჩვენი კი ბატონო, კი სასაჩუქრეთაც. ფასიც არ ყოფილა. ფასი არ უნდა დაგვენახებინა. არა, ფასი ასე გამოწვეული არის ფასი, იმიტომ აქვს ამდენი რომ ეს არის ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ღვინის ბრენდი მარკეს დე მურიეტა, რომლის ღვინოც სწორედ აქ გვაქვს. ფასი გახლავთ 3200 ლარი, ეს არის იქიდან გამოწვეული, რომ გახლავთ მარკეს დე მურიეტა ესპანეთის საუკეთესო ბრენდი. სწორედ მათმა ღვინომ ჩვენ აქ გვაქვს ბანერი კასტელო იგეი, რომელსაც ჩვენ ასე ვთქვათ განახებთ კიდევ ჩვენს თაროზე 2020 წელს მიენიჭა მას მსოფლიოში საუკეთესო ღვინის ასე ვთქვათ სახელი და ეს იყო ასე ვთქვათ ყველაზე დიდი წარმატება ამ კომპანიის და ესპანური ბრენდი. დიახ და სწორედ ამით ამაყობენ ეს ბრენდი და აწარმოებენ ესპანეთში საუკეთესო ღვინოს. ჩვენ საუბრობთ ესპანურ ღვინოზე, ესპანეთის საუკეთესო ღვინოზე და სწორედ ჩვენს მაღაზიაში არის წარმოდგენილი კასტელო იგეი. ჩვენ გვაქვს 2011 წლის მოსავალი, რომელიც ასე ვთქვათ გამორჩეული იყო, მაგრამ 2010 წლის, რომელმაც ყველა ასე ვთქვათ რეკორდი მოხსნა, ყველა სომელიეს რჩეული ღვინო გახლდათ საუკეთესო ღვინო მსოფლიოში 2020 წლის. მაგრამ 2011-ის არანაკლებ გამორჩეული არის. ჩვენ ასე 2012 წლის მოსავალი გვაქვს, რომელსაც 100-დან 100 აქვს შეფასება და ასე ვთქვათ უნაკლო ღვინოს შეგვიძლია უწოდოთ სწორედ ამ ღვინოს. და ისევ ფასი 1250 ლარი.
დიახ, შთამბეჭდავია. ფასი მეტყველებს ასე ვთქვათ თავის ღვინის ხარისხზე და მის სტატუსზე მსოფლიო. ჩვენ ასევე შეგვიძლია ვისაუბროთ ჩილეზე, ზელანდიაზე და სამხრეთ აფრიკაზე, რომელსაც წარმოადგენთ ჩვენ საკმაოდ დიდი რაოდენობით. მაგალითად, ზელანდიიდან ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი გამორჩეული ბრენდი რაპაურა, რომელიც გახლავთ მალბოროს რეგიონიდან. თვითონ რაპაურა მდინარის სახელი არის და შეგვიძლია ეტიკეტზეც ჩვენ ვნახოთ მდინარის ქვები, ეს მზის ფორმის, ძალიან ლამაზი. და სწორედ ამ ღვინოს აქვს ძალიან ჰაეროვანი მინერალური არომატები, ეს მინერალური არომატები გამოწვეული არის მთიდან, ყინვარიდან ჩამოჟონილი წყლის გამდინარე წყლებში შერევით და შემდეგ ვენახში, ასე ვთქვათ, ამის გარდაქმნით და შემდეგ ჩვენს ბოთლებში მოთავსებით. ასევე ჩვენ ჩილედან გვაქვს საკმაოდ დიდი არჩევანი და გვაქვს ჩილეს საუკეთესო ღვინა. ეს გახლავთ სენია, ეგრეთ წოდებული, რომელიც გახლავთ 2017 წლის მოსავალი და ეს საინტერესო ეტიკეტით არის წარმოდგენილი. ამ ღვინოს ასე ვთქვათ შეფასება აქვს ასევე 99 ქულა, რაც ასე ვთქვათ კიდევ უფრო გამოარჩევს მის ასე ვთქვათ ცნობადობას და მის დამსახურებას. ახალი სამყაროს ღვინოები მართლაც რომ გამორჩეული არის, ზელანდიური ღვინოებიდან დაწყებული სამხრეთ აფრიკიდან დამთავრებული და სწორედ ზელანდიურ ღვინოს გავსინჯავთ თქვენთან ერთად და ამაში დაგარწმუნებთ. შეგვიძლია ჩვენ ორი ყველაზე მოთხოვნადი ღვინო გავსინჯოთ ჩვენი კომპანიიდან, რომელიც გახლავთ ზელანდიიდან სოვინიონი, მალბოროდან და გახლავთ ესპანეთიდან სანგრე და ტორო, იგივე ხარის სისხლი, რაზეც წეგან საუბრობდით, რომელიც გახლავთ კატალონიიდან. სოვინიონ ბლანდი გამოირჩევა თავისი, ასე ვთქვათ, ფრეში არომატებით, სიახლით, ახალი მოსავალი რა თქმა უნდა კი. ასეთი მარტივი გასახსნელი გვაქვს თან, რომელსაც უკვე აქტიურად იყენებენ სხვა ქვეყნებში, რომელიც ძალიან ასე ვთქვათ ბიუჯეტური არის კორფთან შედარებით და მინიმუმამდე დახავს ღვინის ასე ვთქვათ გაბრჭება კორპიდან. ბარემ გვასწავლეთ როგორ უნდა გავსინჯოთ მახსოვს რომ ასე უნდა დაატრიალოს, დიახ, არომატები შეიგრძნო და ასე. დატრიალებას რაც შეეხება, ხშირად არის ხოლმე ასე საუბრები, რატომ ვატრიალებთ ასე ვთქვათ ღვინოს, როდესაც ხსნით ვიცით რომ ღვინო არის ბოთლში ასე ვთქვათ ჩაგუდული ესეც და უხეშად რო ვთქვათ და სჭირდება მას ჰაერთან ასე ვთქვათ შეხება, ასე ვთქვათ სჭირდება სივრცე, სადაც გაიხსნება და მოახდენს თავის ასე ვთქვათ წარმოჩენას და სწორედ ჭიქა არის. ის სადაც ჭიქა არის, სადაც შეგვიძლია გავაცოცხლოთ ღვინო, კი ბატონო და შემდეგ ვაფასებთ ფერით, თუ რა ფერი არის ღვინო. რაზეც მეტყოლებს თეთრ ქაღალდთან შეგვიძლია რომ ასე ვთქვათ შევადაროთ. თუ გავიგოთ როგორი ფერი არის. წკრიალა ღვინო. კი, წკრიალა ღვინო არის ასე ვთქვათ ღია მწვანე, ასე ვთქვათ ღია სალათისფერი. შემდეგ არომატი რა თქმა უნდა. ხილის და მცენარების დიახ, ჰერბალური არომატები აქვს. საკმაოდ გაზაფხულის არომატები აქვს შეიძლება რომ თქვათ და გემოც საოცრად გემრიელია. გემოც არანაკლებ, იმიტომ რომ ეს არის მალბოროდან, მალბოროს გულიდან, რომელიც გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რეგიონი არა მარტო ზელანდიაში, არამედ მთელ მსოფლიოში, სადაც სოვინიონის ჯიშის ყურძენი არის ასე ვთქვათ ყველაზე მეტად გავრცელებული და ამზადებენ ასეთ ფრეშ, ცოცხალგემოებიან ღვინოს. ძალიან გემრიელია. პირველად გავსინჯე ახალზელანდიური ღვინო. ჩვენ ასე ვთქვათ გვაქვს პატივი რომ წარმოვადგინოთ ეს ბრენდი საქართველოში. ძალიან გემრიელია. საოცარი არომატი აქვს. ესპანური ღვინის გასინჯვა რა იქნება თუ არა ხამონთან შეხამება მისი. და სწორედ ჩვენი, ასე ვთქვათ, ჩვენი ბოდეგას ხამონი გახლავთ, რომელსაც დავაგემოვნებთ ახლა ესპანურ ღვინო სანგრე და ტოროსთან ერთად. რომელიც ხარის სისხლი, რომელიც ასეთი პატარა ანიმაციური ასე ვთქვათ სუვენერიც ახლავს და შეგვიძლია გავხსნათ აქვე.
თვითონ ეს ბრენდი სანგრეტორო არის ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ასე ვთქვათ მთავარი სპონსორი. ღვინის მიმართულებით რა თქმა უნდა და შეიძლება ითქვას რომ ჩვენ ამ გვინდას რომ გავსიჯავთ ვიტყვით თუ რატომ თამაშობენ ესპანელები ასე კარგად ფეხბურთს. ჩემი საყვარელი ნაკრებია ესპანეთის საფეხბურთო ნაკრები. კენკროვანი ასე ტყის ხილის არომატები აქვს, როგორც არის მაყვალი, ალუბლის ცოცხალი ტონებით დაყვება. მე მაინც უფრო წითელი ღვინის მოყვარული ვარ. ჩირის სწორედ ახსენეთ, ქლიავის ჩირის არომატები აქვს სწორედ. რაღაცა გამოვიცე. დიახ. და რა თქმა უნდა, შეგვიძლია ხამონთან ერთად მივირთოთ სწორედ ჩვენი ესპანური ღვინო. ნახოთ როგორ მოუხდება ერთმანეთს. ეს როგორც ცნობილი ბრიტანელი ინფლუენსერი ხსნის ხოლმე, ჩანგალი არ ამოატრიალოთ ასანავი. დავიცავ ეტიკეტის წესებს შეძლებთ დაგვარად. მართლაც რომ შესანიშნავი შეხანება არის ესპანური ღვინო ესპანურ ხამონთან. სწორედ ამას გვამცნობენ კონტრეტიკეტზე რომ ხორცთან ერთად უნდა მივირთოთ აუცილებლად ეს ღვინო. საოცარი ღვინოა, მაგრამ მგონი მკვეთრად განსხვავდება ჩვენი ქართული წითელი ღვინოებისგან, არა? დიახ, ქართული ღვინოს უფრო ახასიათებს ხილის, ისეთ ხილის არომატები, როგორიც არის ალუბლის ძალიან მკვეთრი, ასე ვთქვათ, გემო და არომატი. აქაც შევნიშნოთ ალუბლის არომატებს, მაგრამ არა, ასე ვთქვათ, წინა ასე ვთქვათ, მოწინავე რიგებში. აქ უფრო გვაქვს ტყის ხილი, უფრო ეს კასრის ნოტები გვაქვს ასევე კასრის გავლენით და ასე ვთქვათ, მსგავსი არომატები, რომელიცაც ჯიში კარინენა იღებს კატალონიის მიწიდან. მოდი, ისიც ამიხსენით, ეს ალუბლის, ხილის, ჩირის არომატები საიდან მოდის ღვინოში? დიახ, ხშირად როგორ ჩნდება? ხშირად ფერმენტიზაციის დროს. გეტყვით, ეს არომატები ყველა არის მიწიდან, ასე ვთქვათ, მიწის დახმარებით. ის ჯიშები, რომლებიც გვაქვს ჩვენ, მაგალითად ამ შემთხვევაში კარინენა, კარინენას გააჩნია ჯიშური არომატები, რომელსაც იღებს თავის ფესვების დახმარებით მიწიდან და ეს არ არის, ასე ვთქვათ, რაიმე დამატება ღვინოში, ამ ყველაფერს ღვინო იღებს, ასე ვთქვათ, მიწიდან ფესვების საშუალებით. და ეს არის, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ჯიში კარინენა, რომელსაც ჩვენ მივირთმევთ ხამონთან ერთად. წარმატებას გისურვებთ. ძალიან დიდი მადლობა ამ არაჩვეულებრივი ღვინოების შესახებ საინტერესო ამბების გაზიარებისთვის და ფანტასტიკური დეგუსტაციისთვის. ხშირად გესტუმრებით დარწმუნებული ვარ. ჭიქა ღვინოზე მეგობრებთან ერთად დაჯდომა და საუბარი ზოგადად ძალიან სასიამოვნოა და ერთ-ერთი საყვარელი სახეა ჩემთვისაც მეგობრებთან ერთად დროის გატარების და მიხარია რომ არაქართული ღვინოებით ამ ბაზარზე მკვიდრდებით და გვთავაზობთ კიდევ ერთ საინტერესო ადგილს თბილისში და გულშემატკივრობთ. მადლობა. მადლობას გიხდით მასპინძლობისთვის და დროებით კიდევ შევხვდებით.